მაშასა ჩვენ ისე ეთერში ვართ ვაგრძელებთ გადაცემას მე შეგახსენოთ რომ ეთერშია გადაცემა პლუს მინუსი მე ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი ვარ და ყოველ ორ შაბათს მოგიყვებით ამბებზე რაზეც სხვაგან არ საუბრობენ მე შეგახსენოთ რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა გახლავთ სექსუალური უმცირესობები და საზოგადოების დამოკიდებულება როგორია დღევანდელი რეალობა საქართველოში სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ჩვენი გადაცემის მომდევნო სტუმარი იურისტი თამარ თედრიაშვილი გახლავთ გთხოვთ მივესალმოთ მას აპლოდისმენტები მოგესალმებით ქალბატონო თამარ და მადლობა ზუსტით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. ქალბატონო თამარ, დავიწყოთ თემაზე საუბარი, როგორია დღევანდელი რეალობა, თქვენ როგორც მოქალაქე, რიგითი ჯერ აქედან დავიწყოთ და მე იურიდიულ კუთხით მივიდგეთ ამ ყველაფერს. ნუ რაც შეეხება ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას, მე არ მინდა ვიყავ ვინმეზე ტოლერანტი ან დემოკრატი. და მე თამამად ვაცხადებ რომ მე აბსოლუტურად ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ როგორც მოქალაქე როგორც ადამიანი მით უფრო ძალადობისა რომელიც გამოიხატება ნებისმიერი უმცირესობების წინააღმდეგ ჩვენს რეალობაში ეს იქნება რელიგიური უმცირესობა ეს იქნება სექსუალური უმცირესობა და ასე შემდეგ მე არ ვიცი ხა ძალიან აქტიურად ვადევნებ თვალს აი ამ თემას სხვათა შორის ვიდრე გადაცემაში მოვიდოდი გავეცანი კიდევაც მასალებს შეძლებს და გვარად რომ ასე თუ ისე მომზადებული ყოფილიყავი ამ თემაზე სასაუბროთ და ასევე რეპორტაჟი ვნახე რამოდენიმე დღეს თქვენთან წარმოდგენილი რეპორტაჟის ჩათვლით და მე ძალიან მიკვირს რომ ყველა ის ადამიანი რომელიც წინააღმდეგია თუნდაც იმ გეი აღლუმის რომელიც უნდა გამართულიყო სხვადასხვა ქალაქებში იყო აქ საუბარი მხოლოდ თბილისში ეს მსვლელობა გაიმართა როგორც მოვისმინე ამას აღლუმი არ ერქვა მაგრამ არავის არ აქვს არგუმენტი თუ რატომ არის ეს ამის წინააღმდეგი მე ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძალიან ხშირად მქონია საუბარი სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან მეგობრებთანაც და არგუმენტი არასდროს არ მომისმენია. ერთადერთი არგუმენტი რაც მოვისმინე აქაც და საერთოდაც ეს არის ის რომ ეს არის ცოდვა. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოკვდავი იმდენ ცოდვას ჩადის რომ მხოლოდ ის რომ ის არგუმენტი რომ ვინაიდან იყო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი არის ცოდვა და მათ წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ესა თუ ის ძალადობა ეს იქნება ფიზიკური მორალური ეს არ აქვს მნიშვნელობა ძალადობას ყველაფერი არის ძალადობა რასაც აგიქვავს ადამიანი ძალადობას ჩემთვის გაუგებარია ესეთი წინააღმდეგობის გამოხატვა მაშინ როდესაც მე მარტივად გეტყვით ჩემთვის მაგალითად უფრო მიუღებელია ის ადამიანი ვინც პატივს არცემს მშობლებს ვიდრე ის ადამიანი რომელიც არის სექსუალურ უმცირესობაში და არის აბსოლუტურად ჰუმანური ქალბატონო თამარ მე არ ვიცი ხა შეიძლება ცუდად გაიგოთ ეს ჩემი შეკითხვა დაგისვათ კითხვას თქვენ შვილები გყავთ რატომ და გავიგო ეს შეკითხვა რომ შვილები მყავს დიახ ორი ბიჭი მყავს აი რო გითხრათ ერთ შვენიერ დღეს თქვენმა ერთ-ერთმა შვილმა მე ვარ სექსუალური უმცირესობების ნუ გეი ვარ ხას რა რეაქცია გექნება ეხლა ამას იმიტომ არ ვამბობ რომ თქვენს გადაცემაში ვარ და რატომაც ეხლა მაინც უფლება დამცველთან ასოცირდება ჩემი პროფესია და ვარ უფლება დამცველი და ეს ასე უნდა ვთქვა რასაც ვამბობ მე საერთოდ ვარ დემოკრატი მშობელი და ჩვეულებრივად მიუდგები იმ საკითხს როგორია ჩემი შვილი ის არის ჩემი შვილი როგორია საზოგადოების ემოცია არ გააღაც არ ჩანს საკმაოდ გამაოცა თქვენმა პასუხი. არის რეალობა ახლა მე ამაში არაფერს არ ხედავ იმას რომ ახლა გავიბრანჭი აქ თქვენს წინაშე. არის ესეა ზუსტად. აი როგორია საზოგადოების დამოკიდებულება კიდევ ერთხელ ჩაგიკითხებით. თქვენ ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვთ კონტაქტი, ზოგადად ურთიერთობა, იმიტომ რომ იურისტი ბრძანდებით. აი თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, თუ შეხვედრილ ხართ ადამიანებს, რომლებიც არიან უმცირესობის წარმომადგენლები და აწყდებიან სხვადასხვა პრობლემებს. ეხლა გორში ჩვენს ქალაქში რა მოგახსენოთ მე ძალიან ბევრი არა მაგრამ მყავს ადამიანები გარშემო ვინც არიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ამა თუ იმ კუთხით ნუ ზოგი აღიარებს ზოგი არ აღიარებს მაგრამ ეს ჩემთვის ცნობილია და მე ამაში ვერაფერს ვერ ხვედავ იმას რომ მე საპროტესტო მქონდეს მაგრამ ნუ მე რომ თქვა რომ ჩვენს ხალხში და ქართლში როდესმე შევხვედრი ვარ მათი უფლებების დარღვევას ხო ეს ალბათ უფრო საუბრის თემით შემოიფარგლება ხოლმე რომ ადამიანები გამოთქვავენ აზრს
რომ რატომ არის ის თქვათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და ადამიანებს ხშირად ავადმყოფებს უწოდებენ, რასაც მე ვერ ვიტყვი და ვერ დავეთანხმები. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, იგი არის სრულფასოვანი ადამიანი და ვერანაირად ვერ შევადარებ მათ ავადმყოფ ადამიანს, ვინაიდან მათ აქვთ იგივე უფლებები, იგივე მოვალეობები, ვალდებულებები, რაც ჩვეულებრივ ჯანსაღ ადამიანს. ასე რომ ისინი მე არ დავეთანხმები, რომ ის არის ავადმყოფი და მას უნდა უმკურნალოთ. ეს გამრიცხულია ესეთი აზრის მქონე. ქალბატონო თამარ, მოდით საზოგადოებას ვანახოთ ის სიუჟეტი, რაზეც საუბრობთ და უკვე შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები, ნახოთ რა მოხდა რუსთაველის გამზირზე გასულ წელს, როდესაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა ასე ვთქვათ, სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერი ღონისძიება მოეწყო. ნახოთ სიუჟეტი. არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებმა დღეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მსვლელობა აქცია გამართეს. სექსუალური უმცირესობები საქართველოში მათი უფლებების დაცვასა და აღიარებას მოითხოვენ. სანქცირებული და კანონიერი აქცია სულ მალე შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. არ უნდა გავატაროთ, იმიტომ რომ უნდა ამოვხსნათ, რომ ეს არის ცოდვა. ამში ჩაიხედე, საკუთარ ორი კაცი მომეპარა ზურგიდან. დამიწყეს რწმა და მე მეძახეს ქათამიხარო და ქათამივით ეგენი მომეპარნენ, მე კი არა. რა პრეტენზია? არ ვიცი, საერთოდ რატო ვაწყობთ აქციასო და ეს ჯერჯერობით მშვიდობიანი მსვლელობა იყო, არავის არაფერს არ უშავთ, ყელზე არავის არ ვეკიდებით, რაც თავარია. მოვიდნენ და რა სიტყვებით გულანძღეს, მაგას თავი გავანებოთ, ხელითაც შეგვეხნეთ. თქვენი მოთხოვნა? არაფერი, ძირს ჰომოფობია. ძირს ჰომოფობია, მეტი არაფერი. ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია. გააღიზიანა ხალხი რა არატრადიციული ორიენტაციების შეკრება. არა ჩვეულებრივი მოვლენა ევროპაში და თუ ჩვენ ევროპა გვინდა რა ვიცი. სირცხვილია და თავის მოჭრა ქართველებისთვის. ეს გაგვაკლდა ქართველებს და ესეც მივიღეთ. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე მოულოდნელად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. გზა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს მსვლელობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. არ უნდა გავატაროთ, იმიტომ რომ უნდა ამოვხსნათ, რომ ეს არის ცოდვა. აქციაზე გამოჩნდნენ საეკლესიო პირებიც, რომლებიც ასევე გმობდნენ გეი აღლუმს და მონაწილეებს ეკლესიაში მისვლისა და ცოდვების მონამიებისკენ მოუწოდებდნენ. ბუნებრივია, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით ასეთი სახის გადაგებებისა, რასაც გაყნულება ხეა. თუმცა არაძალადური მეთოდებით ეს ჩვენთვის უცხოა. მათ მოუწოდებთ მოვიდნენ ეკლესიაში, შეინანონ და დაიწყონ სწორი ტრადიციული ცხოვრება, ისე როგორც ყველა ნორმალურ ქრისტიან ადამიანს შეძლებს. სიბინძურე შეინახონ თავიანთ ოჯახებს და ქუჩაში მაგ სიბინძურის გამოტანა არ შეიძლება არაფრის დიდები. ვინ გამოიწვია ეს აგრესია? ხალხმა გამოიწვია თუ იმათ მოქმედებამ გამოიწვია? ხალხს ვერ გამოუწევია, ეს ხალხი დადიოდა ჩოლებად ქუჩაში. მოდიოდნენ გარყვნილებით და შეეგვასწრა ხალხი. რა არის აქ გასაკვირი და ისა? აქციის მონაწილეებს ტრანსპარანტები დაუხიეს, სადაც ლოზუნგები ეწერათ. სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა სწრაფად შეძლეს. ამ დროისთვის გეი აღლუმი დასრულებულია. თუმცა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები ქუჩაში გამოსვლასა და საკუთარი უფლებების დაცვას კვლავაც გეგმავენ. მაშასე ჩვენ ისევ ეთერში ვართ და ვაგრძელებთ გადაცემას. ქალბატონო თამარ, ნახეთ ეს სიუჟეტი, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? იყო ჩხუბი, გაწევ-გამოწევა, სასულიერო პირები იყვნენ აქციაზე, რა მოხდა თქვენ როგორ შეაფასებთ ამას სიუჟეტად? სასულიერო პირების ყოფნა ნებისმიერ აქციაზე ეს არ არის კანონდარღვევა, ეს მე ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის ხოლმე რიგ შემთხვევებში, ვინაიდან მათ შეუძლიათ განმუხტონ ასე თუ ისე სიტუაცია და მათი გამოჩენა ნებისმიერ თავშეკრის ადგილზე თუ საერთოდ იწვევს რაღაცნაირად თავმდაბლობის განცდის ამაღლებას ადამიანში, მურიდებას და ეს ძალიან კარგია, რომ იყვნენ აქ სამბრძოლოების წარმომადგენლები. თუმცა რასაც მე ვუყურე რიგითი მოქალაქეების მხრიდან, ეს იყო ჩვეულებრივი ხულიგნობა, რაც კანონით არის დასჯადი და არ აქვს მნიშვნელობა ვიზე ხორციელდება ძალადობა. ნებისმიერი ძალადობის ფაქტი უნდა იყოს აღკვეთილი, შესაბამისად სამართალდამცავების მხრიდან.
მე რამდენადაც ვიცი ზომები მიიღეს სამართალდამცავებმა და მოვისმენი რომ სანქციებიც განხორციელდა ჩვეულებრივად სისხლის სამართლის კოდექსით ეს არის დაჟჯადი ქმედება. ძალიან დიდი მადლობა. მე მიმართავ ჩვენს აუდიტორიას თუ გსურთ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი გადაცემის თემასთან დაკავშირებით, როგორც საზოგადოების დანარჩენი ნაწილი დღეს მოსული ადამიანებიც რატომღაც პასიურობენ და არ აქვთ სურვილი გამოხატონ საკუთარი აზრი თემასთან დაკავშირებით. სურს ვინმეს დააფიქსიროს თავისი აზრი? ჯერ არა. დაველოდოთ როდის მოვა ის ჯერ. ხო მე აქ ერთი რაღაც მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები ჩვენს ქვეყანაში რეგულირდება კანონმდებლობით. ნუ მე ვფიქრობ რომ საერთოდაც არ უნდა გვჭირდებოდეს სანქციების გამოყენება იმ ადამიანების მიმართ, ვინც სექსუალური უმცირესობების უფლებებს დაარღვევს და საერთოდაც აკრძალული ეს ანუ ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ რომ ნებისმიერი ადამიანის შეურაცხყოფა ეს რომც არ იჯებოდეს სისხლის სამართლის კოდექსით ეს არ შეიძლება და დაუშვებელია. ეს ანუ ჩვენ ხშირად მანიპულირებთ ხოლმე იმ საკითხით რომ ისიც აი ეს იყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია არსებობს 48 წელს მიღებული და ვინაიდან ჩვენი ქვეყანა არის ხელმომწერი აი ამ დეკლარაციაზე, თუმცა მას არ აქვს ძალა საკანონმდებლო, მაგრამ მასზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რაც აღნიშნული დეკლარაციით არის გამოხატული და იგი სავალდებულოა შესასრულებლად, თუმცა არა კანონი. ძალიან დიდი შრომა დაჭირდა სხვათა შორის მსოფლიოს აი ამ საკითხზე ჩამოსაყალიბებლად 93 წელს ვენაში ჩატარდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ლეგიტიმაცია მიენიჭა ცნებას, რომ ესე იგი სექსუალური უფლებები გადაკვეთს ადამიანის სხვა უფლებებს. აი აქ იყო საუბარი პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების თავისუფლებაზე და შეკრების თავისუფლებაზე და ასე შემდეგ. იყო კანონის დარღვევა რუსთაველზე რაც მოხდა თქვენ როგორ ფიქრობთ? კანონის დარღვევა სექსუალური უმცირესობის მხრიდან არ ყოფილა. კანონის დარღვევა იყო იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს და არ მისცეს საშუალება ადამიანებს, რომ თავისუფლად გამოეხატათ თავისი პოზიცია, დაეფიქსირებინათ თავისი შეხედულება და ისინი მათ უბრალოდ მსვლელობა ჰქონდათ. აბსოლუტურად ჩვეულებრივი, უხმო, უკონფლიქტო და კანონიერი. მათ ჰქონდათ ამის უფლება, რომ გამოეხატათ თავისი აზრი. სხვათა შორის მე წავაწყდი ერთ-ერთ ჟურნალს, ეს არის ტრანსგეი ბიდა ლესბო ჟურნალი, მე ინტერნეტ სივრცეში, მხოლოდ ეს 2008 წლის გამოცემას წავაწყდი და სხვათა შორის ამოვიკითხეთ ძალიან საინტერესო მასალები აი ამ ჟურნალში. და ეხლა აღარ ვიცი მე ეს საერთოდ ჟურნალი არსებობს თუ არა, ისიც არ არის ჩემთვის ცნობილი, საჯარო იურიდიულ პირად არიან თუ არა დარეგისტრირებული უმცირესობები, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ადამიანებს მიეცემათ იმის საშუალება უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ სექსუალურ უმცირესობებზე, დააფიქრდნენ, გაერკვნენ ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ და ის რომ მათთვის ნებისმიერი ხელი შეშლა ეს უბრალოდ იქნება არაადამიანური მოპყრობა მათ მიმართ და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მხოლოდ იმის რომ ჩვენ დაგვიჭერენ თუ კი განვახორციელებთ ძალადობას. ძალადობა სიტყვიერით შეიძლება იყოს და არა მხოლოდ ფიზიკური. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ მიმართავ აუდიტორიას, მე არ მინდა გამოვიდე ესეთი გადაცემა, რომ ხალხს ეგონოთ, რომ ერთი აზრის მქონე ადამიანები მოიყვანეს სტუმრად, იმიტომ რომ წეგან აღნიშნე, მე შეიძლება ქუჩაში სადმე მომიწიოს ასე ვთქვათ განკლავება საზოგადოებრივ. თქვენ ჩემთვის როდესაც მიწოდით არ გითქვამთ რომელი ორიენტაციის ვარ მე, ან ვარ თუ არა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, ასე რომ საზოგადოება ვერ დაგწამებთ, რომ თქვენ აუცილებლად წინასწარ განზრახოთ მოიწვიეთ ერთი ორიენტაციის ადამიანების. სრულიად შესაძლებელი იყო ახლა, რომ მე ყოფილიყავი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი და ეს თქვენ ნამდვილად წინასწარ არ გიკითხავთ ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა. სურს ვინმეს დააფიქსიროს თავისი კიდევ ერთხელ მოგმართავ. დიახ. უნდა მოხდავდნენ სიტუაციას, რა იმ ნიკეთ მოხდა.
ეს პირები რომელსაც ეგრეთ წოდებულ თქო უნდა გვასწავლონ ჩვენ სულიერებას გააკეთეს ანუ საპირისპირო მოხდა მათ გამოიწვიეს წააქეზეს ანუ არ მეშინი ამის თქმით და ისინი ერთგვარ ფლაგმანებიც კი იყვნენ ასე ვთქვათ იქ რომ ძალადობა მოხდა არც არაფერი გაუკეთებიათ იმ სიტუაციის განმოხდვის პირიქით მე ვფიქრობ რომ არ ყოფილიყო ეს წააქეზება იქ შეიძლება არც არავინ არ გამოსულიყო და ასე უხეშად გზა არ გადაეყვეთ მათ ჰქონდათ იმის უფლება რომ თავიანთი პროტესტი დაიფიქსირებათ რაც შეიძლებოდა ამის გაკეთება ან ტროტუარზე გვერდით ისე რომ გზა არ გადაეყვებათ ან მეორე მხარეს ანუ ამის უფლებაც ჰქონდათ მათ ვთქვათ მოსულიყვნენ საპირისპიროდ გამოეხა საპირისპირო აზრით დაიფიქსირებდნენ ამათ არავინ არ უშლის ჩვენც ქონდა სიტყვის გამოხატვის უფლება მათაც მაგრამ უხეშობა იგივეს დაერად მოვიდათ საღვთო პირებს როგორც დანარჩენ ადამიანებს ვთქვათ ვინ ჩაიდინეს ის რაც ჩაიდინეს თქვენი ორგანიზაციის ეს მერამდენე დაგეგმილი ღონისძიება იყო პირველი იყო არა სხვათა შორის ჩვენ მანამდეც გქონდა სვლელობა უფრო მცირე მასშტაბიანი მედია მარიწოდა არ იყვნენ ინსტიტუციები გაფრთხილებულები და იქ მაშინაც ვიყავით 20 ადამიანამდე ვიყავით 7 წნარად ყოველგვარი აღელვების გარეშე ფლეშმობი აქცია მსვლელობა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ქონა 2 თვით ადრე ეს ძალადობა ხომ არ გამოიწვია მედიის გამოჩენამ რომ ვიღაცას მოუნდა ტელევიზიის ანუ ეკრანზე გამოჩენა თავისი ეს მომეტებული აგრესიის რომ თითქოს ის მას ცხენია რომ არსებობენ სექსუალური უმცირესობები და თითქოს ის ვინმეზე უკეთესია რომ არ არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ძალიან ხშირად არის ხოლმე ვიღაცებს სულთან რაღაცა ამტკიცენ ახლა მე ვერ ვიტყვი თქვათ ვის რა ინტერესებს უფრო მეტად სკანდალია ინტერესებდა იმიტომ რომ ეს თემა ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაც წინ წამოწევის პიარის საშუალებად ანუ ძალიან ხშირად манипуლირებენ ამ თემით მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ბრძოლის დროს ანუ უფლებების მოპოვების ბრძოლისთვის ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის თავარია მოვიპოვოთ უფლება და არა თქვა ვის რისთვის გამოყენება უნდა. ნუ მე ხარ რაც შეეხება შეიძლება ერთი რაღაც დავამატო რაც შეეხება სამღვდელოებას მე ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე ყოველთვის კომენტარისგან თავს ვიკავებ აი ამ კუთხით და მე ვთვლი რომ მე არ ვარ იმდენად კომპეტენტური ვისაუბრო მამაოებზე სამღვდელოებაზე და მათ ქმედებებზე თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ უამრავი სამღვდელოების წარმომადგენელი ყოველდღიურად უსმენს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს და მათ რჩევას აძლევს. მე არ გამოვრიცხავ ამას, არც მithქვამს ეს. თქვი უბრალოდ იქ სიტუაციის გამწვევაში ძალიან დიდი როლი ეკისრებოდა ამ მოქალაქეებსაც, ასე ვთქვათ, არ დავაკო, არ გამოყოფ ცალკე. ნუ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. როგორი აზრი აქვს ჩვენს ერთ-ერთ აუდიტორიაში მყოფ ადამიანს? როგორ ფიქრობ შენ რა აზრით ხარ ზოგადად სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით? რა ვიცი, ალბათ რა ადამიანური და პროფესიული და საერთოდ ყველანაირი თავისუფლება უნდა არსებობდეს. ანუ შენაირებით შეიძლება არ მოწონდეს, ანუ ვამბობ მე თუ ვარ ლესბოსელი, მე შეიძლება არ მომწონდეს შენ რომ ნამდვილი მამაკაცი ხარ და მე შეურაცხყოფას არ უნდა გაყენები და მგონი, ხო და ასე რომ რა ვიცი, შენ მომისმინე და მელაპარაკე ყველაფერზე და რა სისულელია მე კაცთან წევარ თუ ქალთან მე მგონი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. ერთი კითხვა მაქვს აუცილებლად უნდა დაგისვა ეს კითხვა. დღეს რო გაიგო ახლა შენი საუკეთესო მეგობარი, ბავშვობის მეგობარი. არის გეი, რა რეაქცია გექნება? თუ მანამდე მომწონდა როგორც ვიჭი შეიძლება გული დამწყდეს, სხვა არაფერი. კიდევ იმას ხوارს საზრის. მიცეთ და მიკროფონი დატოს. კიდევ როდის გეგმავთ რომ აქცია იყოს თუ როგორ გასდგა და მედიას თუ ჩართავთ. ამ წუთას შეიძლება ვერ დავაკმაყოფ და შენ ცნობის მოხარება არ დაანჩენი ადამიანებს იმიტომ რომ არ დავანოსებ ასე წინასწარ ერთადერთი რამის თქმა შემიძლია ორგანიზაცია არ წყვეტს მისი უფლებებისთვის ბრძოლა მისი თემის წევრობის დასაცავად ბრძოლას და ასე შემდეგ სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ წუთას არ ვიცი სწორად გამიგეთ თუ არა ნატო მე ისე დაგიბრუნდები შენ რადიო თრიალეთის აქვს ძალიან კარგი გადაცემა მე საზოგადოებამ არ იცის 18+ თუ იცის აქ რომელიმე რამდენიმე თვის დაწყებული პროექტია რომელიც ყოველ სამშაბათს ღამის 10 საათზე 12 საათზე ნუ მე ჯერ 18 წლის არ ვარ ამიტომ და იქ იყო ერთ-ერთი გადაცემის თემა სექსუალური უმცირესობები
შენ არ იყავი მაშინ, ანუ შენ არ ხარ სამწუხაროდ არ გვესწრება გადაცემის ავტორი და წამყვანი, მაგრამ ხო არ იცი როგორ იყო საზოგადოების დამოკიდებულება, რეკავდნენ როგორც მე ვიცი და SMS-ებს აფიქსირებდნენ. ნუ არ მომისმენი არა, ნუ აზრი გავიგენ. უარყოფითიც ბევრი იყო, ამაზე დადებითიც იყო, იმიტომ რომ სჭირდებათ დახმარება და შეგვიძლია რომ დავეხმაროთო, თუმცა არ ვიცი, უფრო მეტი უარყოფითი იყო და ეს არის რაში დავეხმაროთო? იგივე ავადმყოფობის სისხლო არ არის ეს? ანუ ჩათვალეს რომ ეს იყო რაღაცა გადახრას ეძახიან. ანუ ადამიანები აფიქსირებენ იმას, რომ ამ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს სჭირდება დახმარება, როგორც ავადმყოფებს, არა ისე, რომ მათი უფლებების დაცვაში დაეხმარონ. აი ეს ძალიან ის არის, ცუდი ტენდენცია. მე რა ვიცი, ძალიან წინააღმდეგ. ეს იყო ხალხის აზრი. თქვენთან მოდის ხოლმე ძალიან ბევრი SMS-ი. გავიცნობ მამაკაც, ვარ ბიჭი. აი ამ შემთხვევაში რა საკეთებთ ხოლმე, ხო? იწებიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს. იყო ესეთი SMS-ი, ბევრჯერ არა, მაგრამ არის ხოლმე ფიქსირდება რომ ვარ მამაკაცი და გავიცნობ მამაკაცს. ეს არასერიოზულად მეჩვენება. არა, ნუ ესე იყო. არის მე მოსმენილი მაგრამ დაუცეს კითხვა რომ გავიცნობ მამაკაცს. ანუ შიდა ქართლში ხდება მსგავსი. მე ვიცი ესე თამამად იყო რომ გავიცნობ მამაკაც და არ ვიცი რამდენად ნომერი ქონდა მითითებული კი ნომერიც იყო ვაცხადებდით რომ გავიცნობ რა არ ვიცი იმედია გაიცნო თუ სურვილი ქონდა ნუ ზოგადად აი ძალიან ცუდია ეხლა ამ შემთხვევაშიც გაგვეცინა ჩვენ იმიტომ რომ არ არის ეს ასაცილო ადამიანს სურდა მამაკაცის გაცნობა გაიცნო თუ გამოეხმაურება ან გოგოსაც გავიცნობ და ბიჭსაც ესეთიც იყო ანუ ამ შემთხვევაში რა თქმა ბისექსუალებიც არსებობენ ანუ გოგონებიც მოწონენ ბიჭები ყველანაირი სექსუალები არსებობენ ჩემო კარგიცაც რომ გითხრათ აი რა ხდება რასთან დაკავშირებით ჩემთან მე რადიოში არ მუშაობ მე არ ვიცი მის აი როგორ რამდენი უმცირესობები არის ამ შემთხვევაში სექსუალური უმცირესობები ეხება არ არის მგონი მარტო გეები და ანუ რა თქმა უნდა ეს ამას რა თქმა უნდა ჩემი აზრის დაფიქსირება ეს ბუნებაში ესეა ეს რეალობა არსებობენ ყველანაირი ეს არის ბი ტრანსი ჰომო და არის ლესბო ხო ეს 4 კატეგორიაა ჩემთვის ცნობილი მხოლოდ რომელიც არ არიან ორიენტაცია ანუ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების 4 კატეგორიას ვიცნობ მე შეიძლება მეტიც არსებობს არ ვიცი აი ცით როგორ არის ჩავერთებ თუ შეიძლება საუბარში იმიტომ რომ ცოტა ისეთი მიმართულებით მიდის და ავიწრო ჩარჩოებში მოკლედ ხშირად მოიხსენებთ ხომ LGBT საზოგადოებას იმის აღსანიშნავად რომ საზოგადოებაში არსებობენ ისეთი სექსუალობის წარმომადგენლები როგორც არ ვართ თქვათ სწორხაზოვნები თუ არ არიან სწორხაზოვნები ამას მნიშვნელობა არ აქვს თუმცა LGBT-ს არის ძალიან პირობითი შეიძლება ადამიანს საერთოდ არ აკუთვნოდეს არც ერთ სექსუალობას თქვათ თავის თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ის არ უნდა ვაღიაროთ თქვათ როგორც რომელიმე სექსუალობის მატარებელი. ამიტომ ესე თუ ჩავსვათ ჩარჩოებში ჩვენ ვერაფერს ვერ მივიღებთ, ვერც წინ ვერ წავართ. რაც შეეხება ტრანს გენდერის, ეს არის დიდი ქოლგა, რომლის ქვეშაც ერთიანდება ძალიან ბევრი იდენტობები და საერთოდ არ წარმოადგენს სექსუალობას. ეს არის იდენტობა, უბრალოდ მაგალითად ტრანსგენდერი ადამიანი უბრალოდ პირობითად მაგალითად ვიტყვი არის ადამიანი, რომელიც თავის ბიოლოგიურ სხეულთან ასეთ შეუთავსებლობას გრძნობს. ანუ მას თქვათ აქვს ქალის ბიოლოგიური მონაცემები, მაგრამ ის თავს აღიქვავს მამაკაცად და ეს ანუ დანდი წინააღმდეგობებში მოდის, ასე ვთქვათ, მის ფსიქოსოციალურ განვითარებასთან. აქ კიდევ სხვა სირთულებიც არსებობს ტრანსგენდერ ადამიანთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს სექსუალობას. ტრანსგენდერი ადამიანი ისევე შეიძლება იყოს სხვადასხვა სექსუალობების მატარებელი, როგორც ზოგადად ჩვენ საზოგადოება. ანუ ეს ძალიან პირობითია ეს LGBT-ს, მინდა რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიმახსოვროს რომ დაუყოფთ ასე. ბი რაღაც ანუ ძალიან ცუდი მიდგომა. მე ძალიან ადვილია შემოგედაონ, ძალიან ადვილია გაგაკრიტიკონ, რაც უფრო ნაკლებად გავამახვილოთ ყურადღება სექსუალობებზე ასე ცალ-ცალკე. უფრო დადებითი და უფრო კარგი იქნება და რავი, თავშიც არავის არ მოხდება ისე რომ მე შემდგომში ვთქვათ, ანუ განვითარებისთვის არის საჭირო. თუმცა ხილვადობის თვალსაზრისით აუცილებელია ჩვენ ვთქვათ ხოლმე რომ ესა და ეს სექსუალობა არსებობს საჭიროების და მიხედვით. ძალიან დიდი მადლობა. გაბატონო თამარ, ხوارებელს არ დაამატებდით ჩვენ მეორე ბლოკის დასასრულს. მე არ მინდა ქართული კანონმდებლობა დაგვრჩეს უყურადღებოდ.
და მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ვინც არ იცის ის რომ საერთოდ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი, რომელიც ჩვენი სისხლის ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითაც რეგულირდება და არსებობს დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ საერთოდ მერვე მუხლი, სადაც სექსუალური უმცირესობების, ანუ განსხვავებული ადამიანების აი ამ კუთხით წინააღმდეგ განხორციელებული დევნა და ძალადობა აი ამ